უმრავლესობა ყველა იმას იძახდა რა მონადირეებისა, რომ როგორ აპირებსო სამინისტრო ბრძოლასო, იგივე თუდას თანამდებობის პირები, რომ სარგებლობენო თავიანთი რეპუტაციითო და იმათთვის ყველაფერი შეიძლება და ჩვენთვის არაფერია. 50-55 წლის სტაჟი ნადირობის გავიდა პენსიაზე და ეხლა ეუბნები 150 ლარი მომეწიო პენსია აქვს ამას, რომ პენსიონერისთვის იქნება -90%. იგივე შეღავათი გაკეთდა სოციალურად დაუცველებისთვის. ნადირობა შეიძლება ერთადერთია, რაც ცოტა ულამაზებს ცხოვრებას. და ამ ტარიფით ცხოვრება სილამაზე არ უნდა წავართოთ. დადგა დრო კროკოშოპის ვაუჩერი გადავცეთ ჩვენი არხის ერთ-ერთ მაყურებელს. უშემატკივარს, რომელმაც არ დაიზარა და კომენტარის სახით დაგვიტოვა ვიდეოს ქვეშ სიტყვების კომბინაცია. მინდა ეს პიკნიკის ნაკრები. 314 კომენტარიდან მხოლოდ 44 იყო მსურველი. ხოლო გამარჯვებული გახლავთ იოსებ აბულაძე. გილოცავ იოსებ. მომწერეთ პირადში საჩუქრის მისაღებად. ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ბატონო რეზო, მოგესალმებით პატივისცემით. მიხარია რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება თქვენი ნახვის და ვიცი რომ რაღაცა გარკვეული სამუშაოები არის ჩატარებული ისევ და გვაქვს იმის საშუალება რომ ხალხს მოუყვეთ რა ცვლილებები არის კიდევ შესული. კი ბატონო, ესე იგი მიუხედავად იმისა რომ გავრცელდა ეს ძველი ვერსია 23 წლის, მიუხედავად მაგისა ვინაიდან ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვიყავით სხვა სამინისტროებთან, იმიტომ რომ ყველა სამინისტროში გადიოდა ყურადღებით შესწავლას კანონი და საკუთარი შენიშვნები შეიტანეს. მე ვიტყოდი რომ აბსოლუტურად სწორი შენიშვნები ძირითადად. ზოგი სამინისტრო იყო თქვა პირდაპირ დაგვეთახმა საგარეო საქმეთა სამინისტრო თქვა კულტურის სამინისტრო ზოგი უწყება მაგალითად ფინანსის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტრო მან ყურადღებით შეისწავლეს კანონი. იუსტიციის სამინისტრომ კიდე ჩვენმა სამინისტრომ საკმაოდ ცელი სამინისტროა ჩვენი და ბევრი სააგენტოა და ყველა რაღაცა ბუნებასთან არის კავშირში. ხო, ანუ მანამდე ვერ ვიძახთი. მარტო ის შემელო მეთქვა რომ რაღაცა ძველ ვერსიას ავცელებენ. გვაცალეთ ცოტა ხანი, როცა ყველა სამინისტროს ვიზირებას გაივლის, მე უკვე გამოვაცხადებთ რა ვერსიამდე მივედით. და მერეა უკვე პარლამენტის კომიტეტის მოსმენები და მერეა პარლამენტი მთლიანობაში. თითოეულ ამ ეტაპზე შეიძლება რაღაცა ცვლილება მოხდეს. მაგრამ ყოველთვის სამთავრობო დონეზე ცვლილება მე მგონი აწი აღარ იქნება. დღეს მას კიდევ ერთი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის კანონშემოქმედების დეპარტამენტთან, იქაც ავხსნით რაზეა და მე უკვე შეგვიძლია საუბარი ყველასთვის, მაგრამ მე ახლა უკვე შემილია ვთქვა როგორი სახე მიიღო. ძალიან საინტერესო არის მაგალითად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ხალხისთვის ყველაზე მწვავე მაინც საბოლოო ჯამში რჩება ის საკითხები რომ მე სადაც ვნადირობდი შევძლებ ისევ იქ ნადირობას ფასი როგორი იქნება ამ ყველაფრის აი ამ მეებზე თუ შეიძლება აქცენტირება მოახდინოთ. დავიწყოთ ფასიდან. იყო ნათქვამი თქოს 500 ლარი ეღირება ადგილობრივ სახეობებზე ნადირობა, ნუ ეგრე არის. ესე იგი 150 ლარი, საიდანაც 140 ლარი ეს ყველა სამინისტრო დაეთანხმა მაგას. იყო მცდელობები რომ ნაწილი ჩვენ გვეკუთვნის თქვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა დაეთანხმა. მოდის პირდაპირ სააგენტოში და ხმარდება პოპულაციების დაცვას და აღწარმოება საკითხების. ანუ რეინტროდუქციას იმ ადგილებში, სადაც ნუ თქვა აღარ არის, თქვა არჩვი აღარ არის, ირემი აღარ არის, ან ხოხობი აღარ არის. თლიანად მაგას. ანუ საბოლოო ჯამში ისევ მონადირესთან მივა ეს რესურსი. გარკვეული აღწარმოებითი ღონისძიებების გავლის მერე. რა შედის 150 ლარში? თავისთავად გადამფრენი სახეობები და გარდა მაგისა ადგილობრივი სახეობები, მათ შორის მტაცებლები, ისეთები როგორიცაა თქვა ტურა, მელა
მაჩვი, კვერნა, ეს სახეობები და ეს იქნება უფასო, ისევე როგორც გადამფრენი ფრინველი და ფასიანი იქნება ისეთ სახეობები, რომელსაც აღწარმოება ჭირდება და ბუნებაში დაბრუნება თან დიდი რაოდენობით ჭირდება. ეს არის კაკაბი, ხოხობი, გნოლი. ფასიანი იქნება კურდღელი, ფასიანი იქნება გარეული ღორი და შველი. მე ახლა გეტყვით მიახლოებით ფინანს სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, სხვებთან ერთად რა ციფრებზე ჩამოვყალიბდით. ესე იგი, ხოხობის ღირებულება 25 ლარი, კაკაბის და გნოლის 20 ლარი, გარეული ღორი 350 ლარი, შველი 250 ლარი, კურდღელი 30 ლარი, მაჩვი 50 ლარი. ჯერჯერობით აი ამ სიაზე ვართ. როგორც თქვი, კვერნა, მელა, ტურა და სავარაუდოდ მაჩვსაც ამოვიღებთ აქედან, ესენი იქნებიან უფასო. დიახ. ასე ვთქვათ, ანუ იმას 50 უკვე შედის. ესენი ფასიანი, ეხლა რას გულისხმობს ფასი? მოხდება ეჟიადი ლიცენზიის გაყიდვა, მათ შორის იქნება ეგრეთ წოდებული ლუკი. აი, სურათზე შემიძლია გიჩვენოთ ჩვეულებრივ ხამუts, რასაც ეძახიან, რომელიც ეჭირება და მე გახსნა მისი შეუძლებელია, ვთქვათ. აი ესეთი ხამუტი, რომელსაც იქნება ნომერი, შტრიხ-კოდი და ასე შემდეგ. როდესაც გაცემული რა სახეობაზეა გაცემული, რამდენი ხანი აქვს მოქმედების ზღვა და რა რეგიონშია გაცემული ამ მთელ საქართველოსზეა, ვთქვათ, ეგეთ შეიძლება. ესე ნიუანსები იქნება ჩაწერილი და მოპოვებულ ხოხობს, მოპოვებულ გარეულ ღორს, მოპოვებულ კურდღელს ეს უმაგრდება. მაგას ცალკე გავილით ეს უკვე დეტალიზაცია რა ფორმით სად უმაგრდება. ნუ ეს დიდი ხანია მთელ სოფლიოში ადაპტირებულია და ყველა მონადირე მაგალითად ევროპაში იცის სად დაუმაგროს, როგორ მოუჭიროს. ეს ნიშნავს რომ მოპოვებაა კანონიერი. ამ პლობის შეძენა სად იქნება, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი? ჯერ ვერ მოგახსენებთ, არ ვიცი, შევეცდები და ყველა მუნიციპალიტეტში. ანუ ხელმისაწვდომი რო იყოს ადრინდ. ანუ აუცილებლად ყველა მუნიციპალიტეტში უნდა მოხდეს. დიახ. ესე არ იქნება რომ აზდამაინც წანეჯიხიდან გინდა თუ არა ზუგდიდში ჩავიდეს კაცი საღილოთ. გასაგებია. ხო, შეიძლება რომელიმე ქსელი გამოვიყენოთ უკვე არსებული. დოკუმენტს მსხვილი ვთქვათ შველისა და გარეული ღორის შემთხვევაში ამ ლუქს მოყვება კიდე დოკუმენტი. იმიტომ რომ შეიძლება მონადირებული ვთქვათ ტახი დაიყონ 6 ადამიანმა 6-ად. ხო, ესე იგი ბირკა ერთია, ანუ საანადირო სავარგულიდან გამოვიდა უკვე დასახლებულ პუნქტში, მე იქ იყოფენ, თქვათ, შეიძლება ადგილზე გაიყონ და 6 ბირკა, ნუ მაგას ჯობია, ჩვეულებრივი, ეგეთ დაპრობირებული მეთოდია, არის მოსახევი ბირკები ფურცელზე, თითოზე ჩაიწერება, თქვათ, 5 კილო, ეს გვარი, 6 კილო ეს გვარი. ეს ტრანსპორტირებისთვის, რომ სამე დისკომფორტი არ შეექმნას ადამიანს უბრალოდ. ალბათ შეიძლება ზუსტად ვერ გაიგოს სიტყვაზე მონადირე, მაგრამ ალბათ პირობითი ერთეული იქნება. არც 5 კილოზე არავინ ამ შემთხვევაში არავის არ შეედავება, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ბირკა ნაყიდი იყო და კანონიერ იყო მოპოვებული. გასაგები გახდარ. ეგ არის თავი. რაც შეეხება 500 ლარიანს, ანუ B კატეგორიას. ეგ არის ცოტა სხვა სახეობები, ეს არის ძირითადად სატროფეო ნადირობა, ეს არის დათვი, რომელიც პოპულაცია საკმაოდ დიდია საქართველოში. ეს არის აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, ანუ ეგრეთ წოდებული დაღესტნური ჯიხვი, რომელიც ძირითადად დაცულ ტერიტორიებზეა, ეს არის კავკასიური არჩვი, რომელიც ასევე ძირითადად დაცულ ტერიტორიებზეა. ასევე ამას შედის სატროფეო ტახი და შველი რქიანი სატროფეო, ხო, აუხსნია ეგულისხმება. ასევე როჭო და შურთხი, გარკვეული რაოდენობები. რაოდენობები შეზღუდული იქნება და მათი გაცემა მოხდება საბოლოო ჯამში აუქციონის მეშვეობით. შეიძლება ზოგადად ჩათვალოს რა ელიტას ქმნით, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, არანაირ ელიტას არ ქმნით. უფრო გაანგარიშებულია უცხოელი ტურისტების მოზიდვაზე. აჰა, გასაგებია. ანუ ჩვენთან თუ არის ინტერესი ხორცად, იქ უფრო მეტია ინტერესი ტროფეით. მე უცხოეთში მაქვს ესეთი გამოცდილება მიღებული, რომ მაგალითად ადგილობრივები სარგებლობენ ხოლმე როგორც წესი გაცილებით უფრო დაბალი ტარიფებით, დაბალი ფასებით, ვინემ უცხოელები ხოლმე. ჩვენთანაც დაიყოფა თუ არა მასე? კი, აუცილებლად მაგის გარდა სააგენტოს ექნება ჯილდოს გაცემის საშუალება. მაგას ყველაფერს შევეხები. მაგრამ ახლა მახსენე ვიტყვი, რომ ჯილდო გაიცემა ალბათ გარკვეული ოდენობის მტაცებლის ბუნებიდან ამოღების შემთხვევაში. იმიტომ რომ მტაცებელმა ჩვენი ბუნება შეაწუხა. სინამდვილეში როგორ ამ მტაცებელმა კი არ შეაწუხა, ჩვენ ადამიანებმა 70 წლის განმავლობაში შევაწუხეთ
და შევამცირეთ მტაცებლების ბუნებრივი საკბილო. ანუ პროპორცია დაირღვა, ცოტა ჩლიქოსანი, ბევრია მგელი და ტურა. და ეხლა მგელი და ტურა გადავიდა უკვე ადამიანის შინაურ საქონელ ზეთს. და იმ გარეულსაც არ ახარებს. ძირითადად რო იძახიან სანიტარიაო, ძირითადად კი, შეიძლება ასე ვთქვათ, ბებერი ხანდაზმული ეგზემპლარი, ავანტყოფი ეგზემპლარის მოპოვება ხდება მგლის და ტურის მიერ, მაგრამ უფრო ხშირად ხდება ახალი მოზარდის, ვთქვათ, ბიჟინის, ნუკრის, გოჭის, იმიტომ მისი დაჭერა ადვილია და ეს ბევრი მტაცებელი დარღვეული პროპორცია, ცოტა ჩლიქოსანი და უკვე არ აძლევს საშუალებას რომ გამრავლდნენ. ამიტომ მთლიანობაში ძირითადად კანონი ორი რაღაცის გამო ირგვლივ ტრიალებს. ერთი შევამციროთ უკანონო ნადირობა, ბრაკონერობა და მეორე შევამციროთ სანამ ეს პროცესია, მანამდე შევამციროთ მტაცებელიც. ხედავთ 5-6-7 წელი აღწარმოებას ვაკეთებთ სხვა ლოკაციებზე უშვებთ სანადირო ფრინველს, ძირითადად დაცულ ტერიტორიებზე უშვებთ, იმიტომ რომ სხვაგან იმედი არ აქვს, ჯერ ეგერი არ აქვს. მაგრამ იქაც გვაკვირდებით, დაცულში სხვა შორის ისიც დაცულია იშვიათი ჩლიქოსანი და მტაცებელიც დაცულია, იმიტომ დაცული ტერიტორია და აი იმიტომ მრავლდება ძალიან ნელა თქვა ირემე ველურ პირობებში. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მონადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, ტოპ პრემიუმ. უკვე საქართველოშია. სუპერ ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი მარლენი და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206 09 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარული. სატროფეოზე ეგ არის ძირითადად ნადირობა ერთი სროლის პრინციპით. ყოფილვარ მეგეთ ნადირობაზე შეიძლება ორი მისვლია, მაგრამ პრინციპს ხრები რასაც ვიძახი. ზუსტ გასროლაზე ორიენტირებული. ზუსტ გასროლაზე, როცა გამოდის სატროფეო ეგზემპლარი, და ამით ბუნებას არანაირ ზიანს არ მივაყენებთ, ვინაიდან საუბარი არის უკვე ზღრულ ასაკს მიღწეულ მამრ ეგზემპლარებზე. თქვათ, ხარჯიხვი იქნება, ხარირემი იქნება, მივხვდით? დიახ, მე აქ ახლა ვუყურებ ეკრანზე გამოტანილი არის დათვის ფასი, რომელიც ასე ვთქვათ, მკაფიოდ მხდება თვალში, ეს არის 10000 ლარზე არის ლაპარაკი. და ეს არის სატროფეო დათვი. რა შედის ამ 10000 ლარში? მაგალითად, ეგერის მომსახურება არის თუ დაცული ტერიტორიის შემთხვევაში ეგ იქნება რეინჯერი. დიახ. რომელმაც იცის ზუსტად მიახლოებით ლოკაცია აი ამ მამრი ეგზემპლარის, იმიტომ რომ ესეთი ზღრულ ასაკს მიღწეული მამრები ცოტა სხვანაირად იქცევიან, ცალკე ცხოვრობენ. დიახ. შედებით აგრესიულებიც არიან, მსხვილები არიან ზომაში, მსხვილი როა გინდა რქა, გინდა ტყავი, იმიტომაც არის სატროფეო. მას ბუნებრივი ცხოვრება არც ისე გრძელი ვადა აქვს დარჩენილი. მივხვდით და უშლის კიდევაც ხელს მაგალითად ხარჯიხვი, აი 13-14 წლის ხარჯიხვი უკვე რეპროდუქციის უნარი ნაკლები აქვს, ამ დროს იმდენად ღონიერია, რომ 7-8 წლის ხარჯიხვს არ მიუშვებს ფურებთან, თხებთან. შესაბამისად დამაკება გამრავლება. ხო, დამაკება სამწუხაროდ ხშირად ფურით შეება დაუმაკებელი. ამიტომ ეგ არის სელექცია. ეს 10000 ლარი იქნება იმ სატროფეოზე უცხოელისთვისაც და ქართველისთვისაც? ესე იგი, ქართველისთვის ჩვენ გვექნება ჯილდო. ჯილდოს სახი ექნება, ხო? ხო. გასაგები არის. კი ბატონო, იქნება ესეთი მომენტები, რომ ადამიანმა თქვა რაღაც ნორმატივი შეასრულა, თუმცა სტაციის ამოღებაზე. დიახ. ეკუთვნის. მისასალმებელი არის. ჩვენი მხრიდან ესე შენ გაძლევ და არა შენ არ გაძლევ, ეს მომენტი რომ ძალიან ამოვრიცხოთ, არის ერთი აუქციონი და მეორე ჯილდო. ჯილდოს დასაბუთება უნდა და დასაბუთდება. გასაგები გახდა. ხო, ესე იგი შველი გქონდა ჩვეულებრივში 150 ლარს შემავალი, ხო და შველი გვაქვს რქიანი სატროფეო. აქაც იგივე შემთხვევა, ეს არის დიდი ზომის რქის პატრონი. რომელსაც უკვე სატროფეო ღირებულება აქვს. მაგ შემთხვევაში ჩემი აზრით 350 ლარი ალბათ მისაღებია ხო მეგობრებო. მე ეს წარმომიდგენია სიმართლე რომ ერთი ნიუანსია კიდე, აი თავარი მინდა რა მინდა მონადირეთა საზოგადოებას აუხსნა. ეს არ წერია კანონში. დიახ.
ეს რას ნიშნავს? ხო. რომ კანონში არ წერია? გავაკეთეთ ახლა ჩარჩო კანონი. ანუ კანონში მაგასაც გავილი, რა წერია კანონში, ვინაიდან მერე კანონში ცვლილების შეტანა ძალიან ძნელია. უგზესი პროცედურა, 2 წელი, 3 წელი შეიძლება გაიწელოს პროცედურა. ამიტომ მაქსიმალურად ყველაფერი გამოვიტანეთ კანონქვედებარე აქტებად. ეს არის მთავრობის დადგენილებები და მინისტრის ბრძანებები. ეგ არის სტრუქტურა და შესაბამისად თუ რაიმე ცვლილებას მოითხოვს სიტუაცია, საზოგადოება, ვითარება, შედავით მოკლე ხანში მოხდება ეს ცვლილება, თქვა ტარიფების მივხვდით და ტარიფები რა შემთხვევაში შეიცვლება ხოლმე? მე როგორც ხვდები ალბათ თუ აი ახლა მაგალითად თუ გაიზარდა პოპულაცია, თქვათ შველის პოპულაცია მნიშვნელოვნად შეამცირეთ მგელიც, ტურაც, გაველურებული ძაღლიც არანაკლებია. ბრაკონიერება შეწყდა. შველი ძალიან გამრავლდება. დიახ. ძალიან დიდი გახდება მისი პოპულაცია, შესაბამისად მის ფასში შეიძლება ქვევით ჩამოვიდეს. ანუ რის მამიდა ეს მხოლოდ დასაწყისი. გასაგები არის. რატოა ეს დასაწყისი? მაგასაც ავხსნი. წლებია აკრძალულია. აკრძალულია კურდღელზე ნადირობა, ხოხობზე ნადირობა, კაკაბზე ნადირობა, შველზე ნადირობა, ღორზე ნადირობა, ჯირზე ნადირობა, მაინც ყველა ნადირობს. ხო, ფაქტია რა. დიახ. გარდა მონადირეებისა, ჩვენ სააგენტოს სამინისტროს დიდი ზეწოლა აქვს ეგრეთ წოდებული გარემოს დამცველებისგან, სადაც არიან უბრალოდ ირქმევენ გარემოს დამცველს და არიან კიდე სერიოზული ეკოლოგისტები და მეცნიერები, ზოოლოგები, რომელთა სიტყვას ანგარიში უნდა გაუწიო. ეხლა ეს მიდგომა არ მოსწონთ, მაგრამ როცა ვესაუბრები, ვეკითხები, ეხლა სირაქლემის პოზაში ხო არ ვიქნებით მთელი საქართველო. ვიცით რომ კურდღელზე ვისაც ამოუხდება ყველა ესვის. რატო აკრძალული? კი ბატონო, ნამდვილად. ამიტომ ვაკეთებთ ეგეთ დაშვებას. ეს არ იყო. ამ კანონის შემოსვლა ამ სახით შეიძლება ბრაკონიერს არ მოეწონოს, იმიტომ რომ მისთვის არ იყო ეს აკრძალვა და ნადირობა, მაგრამ ვინც მაინც გაურბოდა კანონთან კონფლიქტს, მისთვის მნიშვნელოვანი ზღუდე იყო და ეხლა ეს ზღუდე მოიხსნა. მე ესე მგონია რა, რომ ძალიან ბევრი მონადირეები ყოველ შემთხვევაში ვისთან ერთადაც მე ნადირობ მეგობრებო თქვენთან ერთად, ყველა ერთ რაღაცაზე ვთანხმდებით, რომ არავის არ მოგწონს ბრაკონიერის პოზიციაში ყოფნა და შესაბამისად ეს მომენტი ალბათ გვაძლევს იმის საშუალებას უკვე რომ გვერქვას ნამდვილად მონადირეები, რომლებიც კანონს ვიცავთ და ისევ ნადირობთ რა. კიდე ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ეს ხვალ არ დაიწყება. აქ 26 კანონქვედებარი აქტია ჯერ გასაკეთებელი, რომელსაც ალბათ მთელი წელი დაჭირდება. საეგრო სამსხურია, საორგანიზებელი ხალხია, შესარჩევი კომპლექტაცია მოსახდენი. 26-ში აქ არაფერი ცვლილება არ იქნება, გარდა იმისა, რომ ჩარჩო კანონი მივიღოთ. დავიწყოთ მუშაობა კანონქვედებარაზე. 27-ში დაიწყება, როგორც გადაფრენზე, ისევე ჩამოთვლილ მტაცებლებზე უფასო ნადირობები. და შევხედავთ როგორ გამithარდება საქმე ადგილობრივ საანადირო სახეობებზე, ქათმისებრებზე და შლიქოსნებზე. პოპულაციის შეფასება მოხდება პარალელურად, კვოტა უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, რომ ეს დაიწყება 28-ში. გასაგები არის. ეტაპები არის გასავლელი და დრო ჭირდება. ხოლო წითელი ნუსხის სახეობები იმათ მით უმეტეს უნდა ყურადღებით შესწავლა, დაფიქსირება. ერთ ხეობაში შეიძლება იყოს სულ 2 ეგზემპლარი ეგეთი. რეინჯერებს ძალიან დიდი სამუშაო შეემატებათ დაცულებში. ანუ ეგზემპლარი, რომელიც უკვე გამრავლებას ხელს უშლის პოპულაციის. და აქვს ყველაზე დიდი ზომის ტროფეი ამ დროს. ალბათ 30-31 წლების სანადირო სეზონიდან დაიწყება ეს. გასაგები გახდა. სერიოზული სამუშაოები გასაწევებელი. ხო და 150 ლარზე ვთქვი, რომ 10 ლარი ისევ წავა მუნიციპალიტეტებში როგორც მიდიოდა და 140 ლარი მოვა ჩვენთან. რომ დავაფინანსოთ საეგრო სამსხურის დაუფინანსებელი მცირე ნაწილი და ძირითადად ახალწავა აღწარმოებაში. არის ესეთი მოსაზრება, რომ იქ სადაც მე ვნადირობდიო, დიდი ალბათობით ეს კანონიო უკვე აღარ მომცემსო, იქ ნადირობის საშუალებასო. ასია თუ არა ეს ყველაფერი უბრალოდ მოკლედ რომ ვთქვათ. არა, არანაირად, არა, ჩვენ საზოგადოების სავარგული, ესე იგი, დავარქვით იმ ადგილს, სადაც ვნადირობთ ისტორიულად. თუნდაც ბოლო, არ ვიცი 100 წელი. დიახ. უბრალოდ სახლის დარქმევა დაჭირდა კიდე ერთხელ გავიმეორებ მაგ ადგილს. იმიტომ რომ გამოიკვეთა კერძო სავარგულიც, ეგა სალიცენზიო მეურნეობა და ეხლა მე
შევტრიალდები და შეგახსენებთ არ მახსოვს 2015 თუ 2016 წელი იყო, როცა პირველი ნადირობის კანონის ცდელობა იყო, რაშიც ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა, სამწუხაროდ მონადირეებს არ მიაღებინეს მონაწილეობა, იქ ბევრი სისულელე ეწერა, ბევრს აქ შიში რომ ის გრძელდება. არა ბატონო, 2018-ში დაგვევალა, 19-20 ვიმუშავეთ, 23-ში პრაქტიკულად ჩამოგვართვეს, მისცეს ერთ დეპარტამენტს, სულყავითო იმ დეპარტამენტმა თითქმის იგივეები ჩაწერა, რაც ეწერა გასულ კანონში 15-16 და 24 დეკემბერში, 25 იანვარში დღევანდელ მინისტრმა დაგვიბრუნა ეს კანონი და აი თქვენ სააგენტომ იურიდიულად ერთად დაამთავრეთ რა. ნე, მონადირის დაწერი ეგო და არ არის იმის დაწერი, თქვია. არა მონადირის. გასაგებია. ხო. შევახსენებ მე ჩემს მაყურებელს, რომ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში დაკომპლექტებული არის თანამშრომელთა გუნდი, რომელიც მონადირეები არიან ხალხმა. წინა კანონს შევეხები. დიახ. იქ ეწერა ეს კურიოზია და ეს უნდა მოუყვე მონადირეებს, შეიძლება ყველა ვერ მიხვდა კიდე რამხელა კურიოზი იყო, რაც იქ ეწერა. ეს იყო ფოლადის აფანტის ისტორია. მახსოვს. გერმანიაში მოკლედ ჩრდილოეთ სანაპიროზე ბალტიის, იქ ბევრი ტბორებია, თევზს აწარმოებენ და იმ თევზის ხორცში შეამჩნიეს ტყვია. ძიმე მეტალი, ფერადი მეტალი. ატყდა ერთი ამბავი, იმიტომ სანადირო ზოლი იყო და გადამფრენი ბატი, თქვა, ძალიან დიდი რაოდენობით მოდის მან და ისვრიან, წლებია ისვრიან და ეს აფანტი, რა თქმა უნდა, წყალში იყრება უმრავლესობა, ყველა ცხოვრება გაარტყავ. 3-4 ცალი ხდება, დანარჩენი იყრება ქვევით და დაბრალდა მონადირეებს. მაგრამ გერმანიაში მონადირეები მთლად უპატრონოები არ იყვნენ. ხო და რო დააბრალეს იმათმა მონადირეებს, თქვენს რომ ფოლადის აფანტიო. აღარა ეს მძიმე მეტალი, ფერადი მეტალი და შემოიღეს ფოლადის აფანტი, ვიღაცა მაგრა იხეირა, გამოუშვა სხვა თოფები, ყველა თოფი კი ვერ ისვრის ფოლადის აფანტი. ესე მაგრომი თოფები, ძლიერი სხვანაირი ლულით და ყველა გერმანელმა იყიდა ეს თოფები, ნახევად ავტომატური თოფები 3 ვაზნაზე დაიყვანეს 2+1-ზე. მახსოვს. თელმაგე მეც მაქვს ეგეთი თოფი, ჰეკლერ კოხი 2002 წლის წარმოების, 2-ია მაღაზინში და 1-ია ლულაში. ხო და ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ გერმანელი მონადირეები არ იყვნენ უპატრონოები და იქ რამდენიმე ავტორიტეტმა ადგა და დაიქირავა სხვა სპეციალისტები. რა ხდებაო ესა? ამდენს აფანტს ასვისვრითო, რომ ეგ თევზი მოიწამლა. იმ სხვა მეცნიერები, ისინიც ეკოლოგები იყვნენ სხვა შორის. თხარა, აი ესე შეიძლება ითქვას და ფსკერიდან ამ ტბების ამოთხარა პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვები, გილზები დიდი ოდენობით. რაც წამლავდა წყალს და თევზს. იმიტომ იყო პროცენტული შემადგენლობა ძალიან მაღალი, ხო. და კინაღამ დააბრალეს მონადირეებს, ხო? ბრალდებოდა მონადირეებს. მოკლედ ეს კანონი მოიხსნა. სადაც 2007-ში უკვე გაქრა ეს აკრძალვები და ჩვენთან ვიღაცამ 2015-ში მე მგონი ნოუ-ჰაუ შემოიტანა. ხო, რომელიც ზოგს კიდე ნოუ-ჰაუთ ეგონა, კიდე მიგნება ეგონა, უყურე ჩვენ, აი, ჩვენ გერმანულ კანონს ვაკეთებთ. GIZ-ი აფინანსებდა სხვა შორის ამ პროგრამას და ნუ არ ვიცი, ყველა სტოფი გადასაგდები გაგვიხდა. თან იმას სიღრმეში აღარ ჩაყვენ, რომ ფოლადის აფანტი 4-5 ნომერი იწარმოება. არსად არც ლოს-ანჯელესიდან ტოკიომდე არსად არ იწარმოება 10 ნომერი ფოლადის აფანტი. 11 ნომერი ფოლადის აფანტი, ხო და ყველა ქართველმა ფოლადის აფანტი უნდა ინადირო წყერზე, რაც ნიშნავდა, რომ წყერზე არ უნდა ინადირო და შენ თოფით არ უნდა ინადირო, იმიტომ რომ პირველ მეორე გასვლაზე შენ თოფი გაფუჭდეს, ხო. არ ეგეთ კურიოზები, ანუ როცა ვერ ერკვევი, შეიძლება კარგი სურვილი ქონდეს ადამიანს. თუ ვერ ერკვევი, ჯობია დაიკითხო სპეციალისტებს. იქ იყო ვიღაც სპეციალისტი გერმანიიდან ჩამოსული. როგორც გაირკვა, იქიდან წამოვიდა ეს სისულელეები, კიდე იყო სხვა სისულელე. ეხლა აგიხსნით, მაგალითად, ჯეჯილში უნდა ლეკვი შეიყვანოს, პოინტერის ლეკვი მონადირემ ნელა მიაჩიოს მინდორს, მერე დაგეშოს პირველი ნაბული. ხო, და იქ ეწერა, რომ ესე იგი მონადირე უნდა დაეკითხოს კერძო მესაკუთრეს. აი, მის ჯეჯილის მინდორში შეიძლება შესვლა თუ არა. ეხლა ყველა მონადირე წარმოიდგინეს ამ სურათს. და ვინც მარტო იურიდიულ საკითხებზე მუშაობს, ასე ვთქვათ, ჩვენი ქალბატონები მაგას ვერ მიხვდნენ. აი, ახსნა მოგვიწია ვიზუალურად. წარმოიდგინეთ, წალკის მინდვრები სადაც არის, არ ვიცი,
100 მინდორი 0 ჰექტარი 0 ჰექტარი მონადირე მივიდა დაინახა ჯეჯილი უნდა ძაღლი შეიყვანოს რა უნდა ქნას ჯერ უნდა დაადგინოს ვინა ანუ უნდა დაიქირავოს გეოდეზისტი რომელიც მოვა კოორდინატებს აიღებს ფული უნდა გადაუხატოს ის დგას ვერ ნადირობს მე უნდა წავიდეს კომპიუტერიდან ამოიღოს თუ ვისია და ამოიღებს სახელს და გვარს თქვა საკადასტრო კოდს და მე უნდა ამ სახელის და გვარის ტელეფონი ეძებოს რომელსაც დიდი ალბათობით არავინ არ მისცემს ნუ ესე იგი აბსოლუტურად სისულელემდე მივიდა დიახ და რაც მე ყველაზე მეტად მახარებს ჩვენთან ამ კანონ პროექტში მსგავსი ჩანაწერები არ არსებობს განსაკუთრებით მწყერზეა საუბარი სულ 2 თვეა მწყერზე ნადირობა აი გაჭიმე გამოჭიმე 2 თვე ინტენსიური ნადირობა ხო და ეს არის ბუნებრივი რესურსი არავის საკუთრება არ არის ის გადაადგილდება დღეს ამის ნაკვეთზეა ხვალ იმის ნაკვეთზეა ზეგიმის ნაკვეთზეა სახელმწიფო მონადირეს მისცა მოწმობა რომელიც არის პრაქტიკულად მოპოვების ლიცენზია და ის გადაახტევინა ფული და ის მოიპოვებს ეხლა თუ ვინმეს ღობით აქვს შეღობილი ღობაზე გადაძრომ არ შეიძლება სხვა საკითხია ეგეთი ადგილებიც არის მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მაცხოვრის კარტოფილის ვიწრო ზოლები მაგას არავინ არ შეღობავს და ერთ-ერთი აკრძალვა რაც არის როცა მოსავალი არა აღებული არ შეხვიდე იქ ჯეჯილი და ქერი არ გაუქუჭო. ნუ ეს ამას კანონი აღარ ჭირდება, ამას ეთიკა ჭირდება. კულტურად ჩვეულებრივი მაგას ხდება, თუმცა ეგენი ხდება მაინც. მაინც გადაჯეგილი, შაშანს მინახია, შაშანს მინახია და ის რომ ეხლა პატრონს ვურეკო შუა მინდვრიდან ჯავახეთის ტელეფონზე ნუ ეგ სისულელი. აი ეგ სისულელი ეწერა იმ კანონში. გასაგებია. ხო. თავიდან როცა დაგვევალა რომ კანონზე გვემუშავა, ავიღეთ ეს კანონი, გვითხრეს რომ აი განავითარეთო. ნუ ხან ასე ვატრიალეთ, ხან ესე ვატრიალეთ, მე მივხვდით რომ საერთოდ ხელი არ უნდა გვეხლა და უბრალოდ მოვისროლეთ და დავიწყეთ ახლიდან. ხო, ესე იგი რამ წარმოშვა კანონის მიღების საჭიროება აუცილებლობა. მე მგონი ადრე ვთქვით, ხო, კანონი არ აქვს, ყველაფერს თავი დავანებოთ. და კიდე უფრო მეტად უკვე ყველანაირ ზღვარს გადასულმა უკანონო მოპოვებამ. ბრაკონიერობამ. ყველა ზღვარს გადასული. როცა ადამიანი უკანონო ქმედებაზე მიდის, ის არ უყურებს დედალია, მამალია, პატარა, ბებერია, არც იმას უყურებს სეზონია, არა, სეზონი მაკეობის სეზონია. არაფერს აღარ უყურებს და ძალიან გავრცელებულია, ხო გვაწუხებს ელექტროსაძახისით, ეგრეთ წოდებული მანოკით ნადირობა. ეს პირადად მონადირებს აწუხებს. ვიღაცა ნადირობს მოაგროვა წინა ღამეს მთელი მწყერი და ჩვენ მივედით და ტყულა დავდივართ ახლა. ყველა ღიზიანდება მაგაზე. უფრო ცუდი მასშტაბები აქვს ეგრეთ წოდებული ლამპაფარი და პროჟექტორით ნადირობას. ის უკვე მწყერზე კი არ არის, არა მარტო ტყის ქათამზე. ეს არის კურდღლის ლეტა მიმდინარეობს ხოლმე მთელი ღამე მანქანა დადის ფანჯრებიდან ისვიან. ეგ არ არის ნადირობა. კი, რა თქმა უნდა. შველზეც ხდება ეგ, აგერ ძამას ხეობაში შევეწარი, თენძამში შევეწარი. არ არის ეგ ნადირობა. ეგ არის ცუდი საქციელი. და მონადირეებს ვეთქვი რომ ესე შევხედოთ ამ ამბობს რა. რაც ვისარგებლეთ, დავიმახსოვროთ და დავივიწყოთ და აცი კანონიერი გზით ვიაროთ. რომ დავეხმაროთ ბუნებას აღდგენაში და ბუნების აღდგენაში სწორედ მათგან მიღებული თანხები წავა. მაგის გარანტიას იძლევა მთელი ჩვენი სამინისტრო. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთი კითხვა მაქვს ბატონო რეზო თქვენთან. ახლა გუშინ ნადირობდი ჩემს მეგობრებთან ერთად სხვადასხვა სამდღიანი ტური იყო. შემოვიარეთ იმერეთი, სამეგრელო, გურია და უმრავლესობა ყველა იმას იძახდა რა მონადირეებისა, რომ როგორ აპირებსო სამინისტრო ბრძოლასო იგივე თუდას თანამდებობის პირები რომ სარგებლობენო თავიანთი რეპუტაციითო და იმათთვის ყველაფერი შეიძლება და ჩვენთვის არაფერია. გასაგებია. ეს ძალიან აღიზიანებს. გასაგებია. ეგ განუკითხაობის ერთ-ერთი მთავარი მომენტია, ერთ-ერთი ყველაზე რთული. და ერთ-ერთი ყველაზე ესე ვიტყოდი ნერვების მომშლელი და აი თამოყვარობა გელახება, შენ რო უბრალო კაცი ხარ და იქ არ ვიცი, აქვია მაგას კანონი შეებრძოლება. ამაზე იყო შეხვედრები სხვა უწყებებში. სხვა უწყებების ხელმძღვანელებმა ძალიან პრინციპული პოზიცია დაიჭირეს. კანონი გამოეხლა არ არის კანონი და მეც ვერ ვეუბნებიო რაღაცას. გამოვა კანონი დამთავრდა. ნებისმიერ დონეზე. აი ნახოთ. ფაქტია რომ ეგ ეგერების საქმიანობა იქნება და გეზედეც დაეხმარება მაგაში. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo
მე ვიცი რომ თქვენი სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობდა იმ საკითხთან დაკავშირებით რომ უნდა ყოფილიყო მაინც და მაინც 50 ლარი და არა 150 და ბევრ წინაღობას გადააწყდით და თუ შეიძლება იქნება ამაზე 1-2 სიტყვა გითხრათ. კი ბატონო, პირველ ვერსიაში სწორედ იყო გადამფრენი ყოფილიყო შეფასებული 50 ლარად. მაგრამ უკვე სიღრმეში რომ შევიდნენ სხვა უწყების ხელმძღვანელები, ჩვენი პარალელური სიპების ხელმძღვანელები, როგორ გაარჩევა მეკითხებოდა. ესე იგი, ვიღაცა დადის ტყის ქათამზე, აქვს 50 ლარი გადახდილი, მოკლა კურდღელი, ოიპარა, ახლა ეგერი თავიდან ბევრი არ იქნება, 10 წელი დაჭირდება მთელ ამ მექანიზმს ამუშავებას, რომ ყველგან იყოს. ხო და ძალიან ისე ეჭვით შეხედეს და აი სწორედ მაშინ იყო, რომ ფინანსთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მომიბრუნდა და შენო თანაბრად გადაახდევინე ყველასო და მე ვარ გარანტი, რომ თანხა სხვაგან არ წავა და შენ საქმიანობას მოხმარდება. რაც შეეხება თანხას წარმოებას და ფიზიკურ დაცვას პოპულაციებს. რაც შეეხება მაგ სიტყვებს, თანხა სხვაგან არ წავა, რამდენად გამტკიცებული იქნება რაიმე, ასე ვთქვათ, დოკუმენტით. მოკლედ, გამჭირვალობა როგორ მოხდება ეს? ხალხსაც ძალიან აინტერესებს, ჩემი გადახდილი ფულიო, მე არ ვარ. შეთავაზება არის ეგეთი, 12 კაციანი საბჭო შევაგროვო. ეს არ იყოს მუდმივი, ანუ ყოველ წელს გამოიცვალოს 12 სახელი გვარი, სხვა 12 სახელი გვარით. ვინ გამოაგზავნის ამ პიროვნებებს? ალბათ კლუბები, ახლა რო იქნებიან. კლუბები, ამ ეტაპზე კლუბები, სანამ არ გაკეთდება გამჭვირვალობის არჩევნები და ეს ერთიანი გაერთიანება მონადირეთა, ხო, როგორც იყო მონკავშირე ფედერაცია, მთლიანი ყოვლისმომცველი, მანამდე ალბათ კლუბები. ჩვენი ვარიანტი 12 რატო? იმიტომ რომ 9 რეგიონია, მე-10 აჭარა, მე-11 მაინც დიდია თბილისია და მე-12 ერთი ადამიანი ვფიქრობთ, რომ საფინანსო სტრუქტურებიდან ერთი ადამიანი უნდა ეწებოდეს, ცუდი არ იქნება, რომ ხედავდეს ისიც. თანხების გამჭვირვალობას, ხარჯვის მიზან მიმართულობას. გასაგები გახდა. თქვა აუდიტიდან ვთხოვთ, ან შეიძლება საფინანსო პოლიციიდან ვითხოვთ, ყოველთვის ერთი ისეთი მაღალი კომპეტენციის თანამშრომელი, რომ მონადირეებს ძალიან გვიჭირს დაცული ტერიტორიების ამოცნობა ზოგადად, როცა დავდივართ სანადიროდ, ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვერ ვწხვდებით რა დაცულ ტერიტორიაში ვართ თუ არა. იარსებებს თუ არა რაიმე აპლიკაცია საიმისოდ რომ გავიყვეთ. კი, აპლიკაცია, აი ახლა რომ გავაკეთებთ მონადირეთა რეესტრის ბაზას, იქ იქნება ყველა კოორდინატი დატანილი, სად იწყება დაცული და სად შეიძლება ნადირობა. და ძალიან ადვილი გახდება პრინციპში Google Maps-ში დახედავ და მიხდები. რაც ტექნოლოგიები გავითარდა უკვე ადვილი ხდება, რა თქმა უნდა. დღევანდელი ტელეფონებით მობილურებით უკვე ადვილია მაგის ახლა. სწავლა არა რთული. ზოგადად ეგ პრობლემაა კი. აი ძალიან პრობლემაა გურიაში, მე არ ვიცი რა ვქნა და აჭარაში. სანადირო ადგილი დაბლობში პრაქტიკულად არ აქვს. დიახ. აი ეს არის პრობლემა. და ძალიან დიდი ტერიტორიები არის კიდე დაცულებში რა და ძალიან დიდი ტერიტორიები დაცულებში. არის თუ არა იმის ჩვენ სულ ჩხუბობთ. როცა ახალ დაცულებს წარმოადგენენ, თუ ეუბნებით, რომ ჩვენ სადღა ინადიროს ხალხმა. ხო, და ამიტომ აქ წარმოიშვა ეს დათმობა, რომ ნელ-ნელა სატროფეო და მე კიდე სხვა კატეგორიები, დაცული კატეგორია, 6 კატეგორიის დაცული ტერიტორია. სატროფეო უკვე აი უშუალოდ ძალიან დაცულშია და კიდე არის ტრადიციული გამოყენების ზონა, აღკვეთილი, იქ შეიძლება სხვა ნადირობების დაშვება. რა გონიათ, აფრიკაში ნაციონალურ პარკებში ნადირობენ. რამე კიდევ სამუშაოები არის თუ არა დაგეგმილი ამ კანონ პროექტთან ისეთი, რომელზეც მწვავე საკითხებია და გასავლელია. თუ უკვე ფაქტიურად ფინალში არის გასული ეს კანონ პროექტი. პრაქტიკულად ფინალშია, უბრალოდ ორი დათქმა. მნიშვნელოვანი მე ვფიქრობ. ხო, წარმოიდგინეთ 60 წლის ადამიანი ავიცი, 40-45 წლის სტაჟი ნადირობის, გავიდა პენსიაზე და ეხლა ეუბნები 150 ლარი მომეწიო პენსია აქვს 300, ხო? ამიტომ სამინისტრომ ეს საკითხი მიიღო აბსოლუტურად გულთან ახლო და გადაწყვეტილება ეგეთი კანონში, ეს ჩაიწერა არა ნადირობის კანონში, არამედ ნადირობის საფასურისა და მოსაკრები მასი რეგულირების საფასურის კანონში. იქა მისი ადგილი და არა ნადირობის კანონში. ტარიფია ეს. რომ შეღავათი საპენსიო ასაკით პენსიაზე გასული პენსიონერისთვის იქნება -90%. რაც საბოლოო ჯამში შექმნის 15 ლარს. აბსოლუტურად მისაღები არის. იგივე შეღავათი გაკეთდა სოციალურად დაუცველებისთვის, ხო?
როცა სიღმეში ჩავყევით, ახლა აღმოჩნდა ბევრი მეგობარი, ან მეგობრის მეგობარი ნადირობის დროს ვამჩნევ, რომ ეს დაკერებული ჩექვა აწვია და თავისი ხელი დატენილი ვაზნები, არ ულხის. მაგრამ ნადირობა შეიძლება ერთადერთია, რაც ცოტა ულამაზებს ცხოვრებას. და ამ ტარიფით ცხოვრება სილამაზე არ უნდა წავართვეთ. ძალიან დიდი მადლობა. ასაკოვან ადამიანზეა საუბარი. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი ინტერვიუსთვის და მე ძალიან მიხარია რომ ეს ინტერვიუ აი ესეთი დადებითი ემოციებით შეიკრა.